სალამ მეგობრებო, ჩვენ უყურებთ არაბეთს ჯიდას, სადაც თითქმის დასრულდა უკრაინასა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებები, როგორც ამერიკელები ამბობენ, პოზიტიურია, ღმერთმა ქნას რომ დასრულდეს, ჯერ მეტი კონკრეტიკა არ არის, მაგრამ არის კონკრეტიკა, მინდა გაგახსოვოთ ყველა, მეგობარი აქტის საზარელი სიგიჟე რო არის და ეს მარაზმატიკი უილსონის მიერ შედგენილი ხარდაჭერილი კი ბატონო, დღეს სამზომი ჩაგვერთეს მეგობრებო ნაცმედიებმა და აი 5 საათი დარჩა მეგობარი აქტის განხილვამდე 4 საათი და თითქოს განსდა შეუქმნეს ხალხს თავიანთ მაყურებლების ნაწილს რომ აი всё საზარელ აქტს იღებს კონგრესი ჩვენს წინამდე და აი უბრალოდ შემდეგ ფიასკო გაუშვებ ახლა პატარა მონაკვეთი უვადოდ არა დღეს სენატში დაგეგმილი მოსმენა საქართველოს თან დაკავშირებით გადადება როგორც საკითხთან დაახლოებული წყარო ამბობს უკავშირდება პროცედურულ საკითხებს კერძოდ დემოკრატების უკმაყოფილებას გარკვეული საკითხებით და სწორედ მათი მოთხოვნით მოხდა არა საქართველოს არამედ დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს სწორედ ამიტომ გადაიდო ეს მოსმენა ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს. მოკლედ ტრამპმა ხატოვნად რო ვთქვათ, ჯო ვილსონს დელიკატურად უთხრა, რომ რაც ჩვენმა დეპუტატმა უთხრა ცაკნას, ეს აქტი როგორც ცაკნას უთხრა ჩვენმა ზარქუამ, აი ესე გააკეთე ამ მოკლედ მოათავსე, სადაც შენ კი ბატონო დაახლოებით აი ესეთი რაღაც მოხდა, ეგეთ წარმომდგენი აღარ განიშნება. რა მეგობარი აქტი და რა ჯო ბიჭო რა ჯო ვილსონი. არა, საერთოდ ჯო ვილსონი ახლა ნომერ პირველი შარლატანი რო აღმოჩნდა და ის ხომ ნახეთ კაც აქ ყველა ის რა ქვია დროშა. რიშიც ჩალიჩობდა ამ აქტზე, ხო არის 1-2 ესეთი დღეს ესე იგი უფრო ლოკალური კონტექსტი გვაქვს წარმოდგენილი, იმიტომ რომ გუში ვისაუბრეთ, ხო, გუში ვისაუბრეთ საერთაშორისო პოლიტიკაზე. ეს როგორ დამთავრდა? წინაკვირაც პრინციპში ყოველდღე ზად აქტიურად ვაკომენტარებ და მინდა. ხო რა. მანახეთ. ქვეყნის განამრჩენელი რა შორა. ახალგაზრდები არ გადაწეხონ წელში, იმიტომ რომ ისრად უნდა არტისტი რომელმაც არტისტის და ეს იყო ისიც მინდოდა ყოველ შემთხვევაში არის ძალიან სპონტანური დავჯდებით გადავათენებთ ხვალ სხვა რამეს მოვიგონებთ სხვა რამეს და რეალურად რაღაცნაირად ყოველდღე შევახსენებთ რომ ბიჭების ასწრაფოდ უნდა გამოუშვან და ზეწოლა შეეშვან სტუდენტებს. აი მე კომენტარს გავაკეთებ, მე თქვენ თქვით ბიჭებო, თქოთ რომ აი ესეთი დოი უფრო მომწონს. გახსოვთ როგორი კუდი ქონდა ფარშევანგის დაშლილად, მე თქვენ განახებთო, ყველას ვანახებთო პროტესტის პოზაში მდგომი თეატრს რა ძალა აქვს, ყველას კარგად გახსოვს. აი ახლა როდესაც არანაირი ძალა თეატრს პროტესტის პოზაში მის თეატრს არ აქვს, ეხლა დაიწყო რომ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და არც იცის რას გააკეთებს სპონტანურად ვიზამთ რაღაცას, მაგით ანუ გეგმა არ აქვს. მაგრამ აი სპონტანურად რაღაცეები იქნება. ხო, მაგრამ ესეთი ვერაფერს ვერ გპირდებით. ესეთი დოი აღარ არის საინტერესო. ხო, ესეთი დოი მართალი ხარიზმა დაკარგა, კი. მაშინ ხა ვინა ნიკოლოზ რაჭველი და სადა ნიკოლოზ რაჭველი შენ უუტრაკებ, იმიტომ ნიკოლოზ რაჭველმა ერთი რაღაცა გამოყო, ფეხი დაარტყა პენალი კუსბაკნიდან და მე არ ჩანს, არ გამოდის. არც იმას აწყინებს, არც ამას და არის თავის და აი ნახე პირველი უარყოფა და ისეთი ფუნდამენტური იმედგაცრუება, ხა კუდაბის ჩვენ საერთოდ არ უსმენთ ხოლმე და მის შინაარს არ ვაყოლებთ, აი ნახე სხვა შორის აი ამ ცუდ გირჩს უკვე ძალიან შეენიშნება ეს იმედგაცრუება გუშინძე ზურაგირჩმა დაწერა, რომ აი ჩვეულებრივი ტირილის და წაგების მანიფესტი იყო. ეხლა ცოტნე კობერიძემ უკვე სალომე ზურაბიშვილზე როგორც ლიდერზე და ვერ გამაერთიანებელ ძალაზე ილაპარაკა, ხო? ანუ ესე იგი დიდი პესიმიზმი არის ამ გირჩში. არა მარტო, გავუშვით. ჩემთვის იმ სტანდარტს არ აქვს მოყოფილას, რომ ამ პროცესის მსგავს ლიდერად წარმოვიდგინო, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს, მას აღიარებდეს მის ლიდერად. ჩემი აზრით ეს სწორი არის. კი ბატონო, არ და პირიქით. მონეს ჩემი როგორც ცოტნეს პოზიცია არის და პატარა და არა მათ შორის. აი გაჩერდ, გასაგებია. აქვე ხო არ გაუშვათ გენიალური პოლიტიკოსი გელბაღიანი იგივე თემაზეა. გაუშვით და მე დავაკომენტოთ. კუტაბოის პიჯაკია. რა ორი პიჯაკია? ვერცი ადე.
აი კარგია რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა სალომესთან რაღაც საბჭო შეიქმნა ხო ანუ სალომეს რო ოპოზიციური წარმომადგენლებისგან შეიქმნა რაღაცა საკმარისი ეს არ არის მაგრამ სალომეს ჭირდება სტატუსი აი როგორც მაგალითად კეისარმა სენატს მოთხოვა სტატუსს მომენტი განთან აუზრებს სპარსელთან სტატუსს მომენტი კარგი შედარება სალომე ომს არ სადარიწმის სტატუსს ბიჭო არ მესმის აღარა პრეზიდენტი ხო არ ეძახე გერებს რაღაცას ტრანსკრიფცია მაქვს ხო და ეს წავიკითხე საკმარისი არ არის ანუ გერების შეცვლა სტატუსი უნდაო პრეზიდენტი აღარ არისო მაგრამ გამიჭირდა კეისარ შეადარა კესმის ანუ რომის ცნობილი ისტორია გამარჯვებული კეისარი რომელიც იყო ყველაზე დიდი მხედართმთავარი სოფლიოში უდიდესი არმიის გამგებელი სენატს მოსთხოვა სტატუსს და შეადარა ძალიან კარგი შედარება ძალიან ბერძენიშვილის ფიქრები რაღაც უინტერესოა ძალიან საინტერესოა რატო იცი გეტყვი ბერძენიშვილი ხო იმ უმცირესობას განეკუთვნება რომელიც ამბობს რომ კი ჩვენ არა ვართ პოპულარული ხალხში მაგრამ კი მაინც უნდა ვიყოთ სათავეში იმიტომ რომ კარგები ვართ და ჭკვიანები ვართო და გაუშვებათ შეიძლება მოქალაქე არის შემკვეთი მოქალაქეები პროტესტანტი მოქალაქეები მთელი საქართველოს წარმომადგენლები 100,000-ობით ადამიანი არის ამ პროტესტის მამოძრავებელი ძალა მისი ლიდერი ამ პროტესტს არ ყავს ბელადი არც 1 არც 3 არც 5 არც ეყოლება და ამასთანავე ეს გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის მაგრამ ეს არის სიახლე ეს არის სხვა დონე ეს არის გაცილებით მაღალი დონე ლიბერალური დემოკრატიის გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევები როგორ შეიძლება პოლიტიკურ პროცესს გააჩერეთ არ ყავდეს არც ერთი ლიდერი ანუ კარგი დავუშვათ ერთი ლიდერი არ ყავს მაგრამ რასაც ვიცი რომ დოიც არ არის ლიდერი აი მან მნიშვნელოვანი კითხვა აი ანუ ამათ არ უნდათ რომ თქვან რომ გვარამია ლიდერი ნანუკა ჟორჟოლიანია ლიდერი კაი გახარიაზეც არ გასაგები რომ სისხლში ხელგასრულ ხალხზე არ უნდათ რომ თქვა გახარიაზეც ბაჭო ხო მაგრამ გახარიაზეც რა თქმა უნდა ხო მე აი დოი რო თქვან რომ არის ლიდერიო აი დოის ლიდერშიპის ქვეშ ბრძვის თავისუფლებისა პარტიშკა ანუ მისი აი ხო და მაგიტომ უნდა შეაშველოს ნიკოლოზ რაჭოვმა აუ შენ რაჭოს რატო უტრაკებ არ შეაშველოს რა ეგრე არ მოსულა ეხა თან გამოხვიდე და თქვა რომ всё არც ერთი კოცი მათ შორის ახლობელი და მეგობარი მე რო შეხვდეთ გამარჯვებას აღარ გეტყვითო და თან მე დოის მარტო მიატოვებ ისტერიკა რა საუნდტრეკს არ გაუკეთე ძალიან დაუნდობელი ხარ შენ ადამიანს ქონდა ისტერიული შფოთის პანოსი იყო ანუ ნუ აი შენ პანოს უძახი და მე გინდა ეფემიზმები მივიხმარო გაეში შენ რომ ნევროზული იყო ეს ნევროტიული შენ გასაგებია ხო რო ეგ არა ვიღაცა ეგეთი არის რა ბადრი ჯაფარიძე არაფერს არ დაუშვი სლიპი ბადრი ამ ვითარებაში როდესაც ესეთი კატაკლიზმები არის თელსოფლიოში და ჩვენ ვართ მარტო დარჩენილები პრაქტიკულად ბედის ანაბარა ესე ვერ გააგრძელებს ქვეყანა ფუნქციონირებას ხო ამიტომ ცხადია რომ მოსწონ თუ არ მოსწონ ეს არის გარდაუვალი გადაწყვეტილება ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე იმისათვის რომ თვითონ ქართულ ოცნებამ გადაიჩინოს თავი როგორც პოლიტიკურმა ძალამ თუ ამის გასულიერებამ ვიღაც კიდე დარჩა ამის უნარი საიდან მოაქვთ აი ეს აი უბრალოდ რამდენი დღე და თვე შეიძლება ამტკიცო თეთრზე შავ რამდენი რაც მაგ 650,000 დოლარზე ვიდანდა და ამათოს და ამოაცნსულოს მეგონი რა შოჭი კი აქვს სასართავი კაროჩე ხანდაზმული თაღლითებიდან მარტო ხაზარაძე მასკნა საერთაშორისო არბიტრაჟმა 650,000 მარტო მაგას გადაახტევინა თუ არა კომპანიას სადაც ესეც იყო წელში პიროვნებას არ ამბობთ ესეც ხო? ნუ საერთო ფული აქვს მე არ ვიცი ესენი როგორ იყოფენ სიმართლე გითხრა მაგრამ ეჭვი მაქვს რომ აქვს რაღაც საერთო ფულები რა ხო და ანუ რაღა უნდა მოხდეს რომ ანუ კაი იმას ქართულმა სასამართლომ აღიარა რომ არიან თაღლითები კი ბატონო საერთაშორისო არბიტრაჟმა აღიარა რომ არიან მე გეტყვი საბაბუაძემ უნდა თქვას და გრიგოლ გეგელიამ რომ ორივენი არიან თაღლითები და მერე იქნება თემა იცი არა მგონია ჯერ აი გეუნები პირველი ვინ იტყვის საბაბუაძე თუ გეგელია მაინც მაგრამ ვისთან უნდა წავიდნენ მერე ვისთან უნდა როცა გადაწყვეტენ რომ არსად აღარ მიდიან ოღონდ ეს არ გრუზი არ კონდეთ იტყვიან აი ზურა ჯაფარიძე გაუშვათ აბა ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მოწინავე ადამიანი გადატენილი საზომით იძლევა კომენტარს კი
თუ შეიძლება ქუჩაში ხალხი არ არის და აქცია არ არის აუ დაამატა ამალ როგორ არანაირი ფასი არ აქვს სინამდვილეში ყველა ეს სანქციები იქნება თუ რეზოლუციები იქნება თუ რა იქნება ყველაფერი დგას მაგაზე რომ ქუჩაში ამდენი დღეა გადაბმულად ადამიანები ყინვაში თოლში ეხა უკვე სიცხეში ადამიანები გამოდიან დგანან ყველაფერი შენდება მაგაზე ეს რეზოლუციებიც აქცია გაქვს მიდიხარი ელაპარაკები რაღაცას უხსნი ჩაგაქვს მასალები იღებ რაღაც რეზოლუციას შემდეგ შეხვედრებზე მივიდივართ უკვე ამ ევროპარლამენტის პასეს რეზოლუცია და რანაგლია აქ ეს წერია ეხა ამაზე გჭირდება ზემოდან ამის დაშენება ეხა გაიგებიო ერთამე ესე გურ გამოძღონ გავშ ბოლომდე ამ ყველაფრის არის ქუჩაში გასაგებია ეხა ჩვენ თვალწინ არა მე შეიძლება თქვა ჩვენს თვალწინ ამ ვირიშვილმა სისხლის სამართლის დანაშაულში აღიარება მისცა ქართულ ხალხს ანუ რას ამბობს რომ კავშირში აქციები და სანქციები სანქციები ხო რეალურად აზარალებს ქვეყანას პიროვნებებს აქციები ვერაფერს ვერ აზარალებს უკვე მაგრამ უყურეს ამბობს გეგმა დახლართა აქციებზე ვიღებთ ვამრავლებთ ამ ხალხს რაღაცებს ვეუბნები და მე ეს მასალა მიგვაქვს იქ და ვცდილობთ რომ სანქციები დაუწესო რომ ეს გამრავლდეს და ურთიერთკავშირი აღიარა მე დღეს ამ ზურა ჯაფარიძის აი ამ ეთერს უსმინე და თითქოს და სხვა რამეს უფრო ამბობდა სხვა და გამოვიტანე რომ ესე იგი არ აქვს მნიშვნელობაო ტრამპის ადმინისტრაცია რას გვეტყვისო რაღაცა პოსტკოლონიალურ ესეთ ანტიკოლონიალურ რეჟიმში იყო თითქოს რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა მოუხოდოთო მთლიანადო მნიშვნელობა აქვსო ტრამპი აფასებს ბრძოლის უნარიანობას ჩვენ თუ შემოგვხედავ არ აქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ USAID-ის მონები ვართ არ აქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიაზე ვგიჟდებით და არ აქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ ვართ აი ყველაზე ანტიტრამპისტები ვინც კი შეიძლება იყვნენ თავარიო ჩვენ თუ შეგვატყო ბრძოლის უნარიანობაო და ნახე დღეს დაიწყეს რომ გარე ლეგიტიმაციას თითქოს მნიშვნელობა არ აქვს და მე მახსოვს აქციები რო იწყებოდა ნინო ლომჯარია არ ვიცი ყველა ერთხელ სხვა შორის პირველი რუსული კანონის ეგრეთ წოდებული რუსული კანონის აქციები რო დაიწყო ესე იგი პროტესტი რუსულ კანონზე მახსოვს 27 ქვეყნის ელჩმა ერთხმად განაცხადა რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ მაგ პერიოდში თუ არ ვცდები კელდეგნანი იყო ამერიკის ელჩი რომელმაც თქვა რომ დემოკრატია შავი დღე გაუთენდა ოღონდ შავი დღე გაუთენდა თურმე საკანონმდებლო რაღაცა ბაზის დახვეწისათვის რომელიც აქვს ამერიკას რომელიც აქვს უკლებლივ ყველა ქვეყანას თითქმის და ამის შემდეგ აგორდა ეს ტალღა ანუ ჩვენ ვიცით რომ ეს რადიკალური ოპოზიცია მთლიანად იკვებება და ნაკვები არის გარე ლეგიტიმაციით ზურა ჯაფარიძეს რა ლეგიტიმაცია ექნება შიგნით ნახავთ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს ქალი ვიტო ნინო ლომჯარია იხვეწებოდა რომ გარედან თუ არ მოგვახმართ კაცო ჩვენ მოსმენილი გვაქვს მის ლაპარაკი რომ აგერ კი შევიკრიბეთ ეს საწოდავი ხალხი მაგრამ თქვენ თუ რამე განცხადებას არ გააკეთებთ დაარხეული გვაქვს მაგრატო დაახლოებით 5 კაცი ვარ შეკრებილი და რაღაცა დავლიდეთ და დროზე მოდით მე აღარ გავაგზავნებ დაახლოებით ისე ეუნებოდა ევროპაში ვიღაცას დიდი ალბათობით და რა თქმა უნდა მე მოუსწრეს და საშინელი განცხადებები აკეთეს ხატია დეკანოიძე გაუშვათ ერთიანი მყარი ძლევამოსილი ძლიერი პოზიცია უნდა იყოს გადამწყვეტი რომ ჩვენ ვართ აქ ყველა ერთად და ვართ ამ ქვეყანაში თქვენი წინამძღოლი ყოველთვის რაც უნდა თქვას ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეს უნდა იყოს ის და იმ ძალის გამოსხივება რომელსაც ყველა დაიჯერებს მადლობა ხალხი პათეტიკა ხო და ვერ უცხოელებზეა მო არა თავის წინამძღოლი ვინ უნდა იყოს ოპოზიციაზე ჩვენ უნდა ძალა გამოვასწროთ ოპოზიცია უნდა იყოს წინამძღოლიო ესა გუშინი შედგა მე მგონი შეხვედრა სალომესთან ხო თვითვარქვია პრეზიდენტი მართლა ვინც არის ეგ არის რა რაღაცებზე ილაპარაკეს მაგრამ მეგრე გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი და ამათ ერთად სურათს გადაღებას უწევთ თვითონ რომ მოლაპარაკებაო მოკლედ რაღაცნაირად ეხლა აწვევია რომ უნდა გავერთიადნენ მაგრამ რის გამო რის გარშემო უნდა გაერთიადნენ სად უნდა გაერთიადნენ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას თუ არა და ისევ იქ გაერთიანებას თუ აქციები უნდა გაერთიანონ ძალები და დაგვამხონ ეს ხო ძველი სიმღერაა ხო ძალიან დიდი ხნის ნამღერი და აი ეს გაერთიანება
სიტყვა გასაგებია, იმის იქით არაფერს არ ამბობენ, არ გვესმის, გაიგე? ძალა უნდა გამოვასხიოთ. ეხლა მე და შენ რომ დავდგეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. მარსზე აუცილებლად უნდა წავიდეთ. როგორ წავიდეთ მარსზე? რა თქმა უნდა, მარსზე უნდა წავიდეთ ბირთვული რაკეტით. ბირთვული და დავიწყოთ ბევრი ლაპარაკი მარსზე წასვლით და მთელი გეგმები რო ავაგოთ, ხო? ხო არ წავალთ რა ჩვენ მარსზე. მასკი თუ არ გაგვიშვებს, რა 20 წლის შემდეგ და გარედან ელოდებიან მე რა გინდა? გარედან ელოდებიან, მაგრამ ხმარებას რა გინდა? მაგრამ წინამძღოლობა ვისი იგულისხმა, ანუ ამ პროცესის წინამძღოლია თქვენ უნდა იყოთ, ვიზზე ამბობს. უცხოელებზე ამბობს. ოპოზიციურ ფლანგზე ამბობს. მათ შორის რაც არ უნდა თქვას ოპოზიცია ამოდა. ხო, არა, ხო ეგ დამოსდა, ხო. ოპოზიცია ზოგი ხო ალთას არის და ზოგი ბალთას. და ესე იგი აქტივისტებს მიმართავს ხალხს, რომ ანუ კარში ისევ დოიცთან მივდივართ. მოკლედ, დოი უნდა იყოს წინამძღოლი და ყველა მესიჯი არის უმისამართო, დაბნეული სადღეგრძელო ცუდითან. მაგრამ სადღეგრძელოების თქვაც არის, მაგრამ გიანოდია რომელიც გიანტიბად არის, რომ გიანოდია იცი ვინ, ხო? როგორ არ ვიცი. ვინ იყო აბა ადრე? რომელ პერიოდში? კომუნისტების დროს. კომუნისტების პერიოდში. გიანოდია იყო ერთ-ერთი სერიოზული მარქსისტი ფილოსოფოსი, კომუნისტი შეიძლება. ფილოსოფოსი მე მგონი არ ყოფილა. ნუ, მუშაობდა იქ მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლები იყო მისი საფუძვლები და სხვა შორის ესე იგი წიგნები აქვს საკითხული, მოდი ესე თქვა რა. იმიტომ რომ თუ დიამატი აქვს საკითხული და კაპიტალი აქვს საკითხული მარქსის, უკვე კარგია. მოდი პირდაპირ თქვა ჩვენი ერთი წიგნია. ციხეში მაგ კაპიტალის საკითხი. აი ციხეში კაპიტალი რამ წაგაკი. ბიჭო, მაინტერესებდა. მე ისეთ წიგნებს წავიკითხე კაპიტალის მერე, რომ კაპიტალზე რთული წიგნი მე მგონი სამყაროში არის. სხვაგან სხვა რა გზა მქონდა, ვიყავი და ვკითხე. მე 9-ჯერ მქონდა მცდელობა მარქსისტობის პერიოდში, ვერაფერი ვერ გავიგეთ ესე რა. კარცერშიც კი. კარცერში ხო ვაფშე არაფერი არ ხდება. უისე. ხო, ნუ გაგწაკითხული. შეუძლებელია. ბიჭო, ხო, მაგრამ კაპიტალი კიდე სხვა არავე. კაპიტალი სამეცნიერო ლიტერატურაა და არა. მათ ხო პოლიტეკონომიის საფუძვლებზე ხო, მაგრამ კაპიტალი არის უფრო გავიგე სამეცნიერო ლიტერატურა ვიდრე ფიზიკაში არ მიჭირს. გაიგე, უგლისაში ლექსიკონი თუ უნდა იყოს, ვერ გავიგე ვერაფერი. მოდი ამაზე არ საუბრობთ, ამაზე ინგა გრიგოლიას აქ გადაცემები უგლისის სპეციალისტი ინგა გრიგოლიას. ნოდია გავუშვათ. პროტესტი როგორც პროტესტი, გასაგებია რომ ულიდეროთ არის და ნუ თავისი პოზიტივი აქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც შეკრული პოლიტიკური ელიტა და ხალხს უნდა ქონდეს რაღაც რწმენა და უნდა ხედავდეს რომ აი ამ ფონზე ნუ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ელიტა, ანუ ოპოზიცია რაღაც ფორმით, რომელსაც რაღაც გეგმა აქვს, რომელსაც რაღაც სისტემური ხედვა აქვს და ეს ამას სამწუხაროდ ვერ ვხედავ. ანუ გოლი გაიტანე, გოლი კომენტარი გააკეთა რა. არა, ნუ უკვე ოპოზიციის რიგებში შეინიშნება ცალსახად პესიმისტური განწყობები და ესეთი. ახაც დოისით ხოვენ. არა, ნიჰილისტურს ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი მომავალს ანუ ნახე პერსპექტივას ვეღარ ხედავენ რა, ანუ ჯერ პირველი რომ ფიქრობენ და ამბობენ რომ აი საჯაროდ თქვათ ვინ არის აი ამ პროტესტის ავანგარდში ანუ ფიგურა პოლიტიკური სუბიექტი ეს მონეტიზაცია შემდეგ რაში და ვიში ხდება და მეორე არის ამის მომავალს ვეღარ ხედავენ იმიტომ რომ საწავა აქცევ ანუ ნახე პირველი არის რომ ან რევოლუციური გზით ან რა ხო შეკითხვას დავსვა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით ფსევდო პროტესტი იყო ეს იყო უცხოური ფულით დაფინანსებული გარკვეული რადიკალური ჯგუფების ცდილობა რომ აერიათ სიტუაცია. კი ბატონო და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი პროტესტი თავისი ძალადობრივი ელემენტებით გინდა მოლოტოვები, გინდა პიროტექნიკა, გინდა აქციაზე თავიდანვე შეიარაღებაში გულისხმობ ეკიპირებას ტიპებს რომ სათვალეები, ჩაფხუტები, ანუ ძალიან მომზადებული რომელმაც მაგრა აჯანჭყარა ქვეყანა რაღაცა პერიოდი და იქ სანქციები, ანუ ის ადმინისტრაცია ძალიან ეხმარებოდა და ასაპორტებდა ზუსტად კი ბატონო იქიდან ევროკავშირი ევროდეპუტატები ასე შემდეგ და ეხა ფუნდამენტურად იცვლება რა საკითხი რა ეს ნოდიას უნდა ვკითხო ვერ ვკითხავ მაგრამ ნოდიამაც ხო ძალიან კარგად იცოდა და იცის რომ ეს იყო ეს პროტესტი ლოკალური მაგრამ რადიკალური და თვითონ ამომრჩევლების უდიდესმა უმრავლესობა რომელმაც არ მისცა ოცნების სხვა და ამათ მისცა ვერ დაარწმუნა ვერავინ რომ რევოლუცია არის მოსახდენი მათი არჩევნები მოიპარეს და არ გამოვიდა ქუჩაში. ესეც ხო ძალიან კარგად იციან. ანუ ეხა აპრიორი, როცა ადამიანი ამბობს სტარ პოსტულატზე დაყნობილი, ტყუილით გაკეთებული, რადიკალურად უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ბანდიტები, ახალგაზრდები.
ამ მოცემულობაზე ნოდიას უსირცხვილო რატო არის ინტელექტი აქვს და იმიტომ დაშენება რო უნდა რომ პოლიტიკური კლასის საერთოდ არ იყო გათვლილი ეს პროცესი პოლიტიკური კლასზე ეს პროცესი იყო გათვლილი ამბოხებაზე და იმაზე ვითომ გადატრიალებაზე ხო ესე იყო საიდან მომდის პოლიტიკური კლასი საერთოდ მე მაგრამ თუ შეიძლება წადა მიჩივდა დაკვეთა ხო ეგა იმიტომ როგორც წეგან აღნიშნეთ რომ იმ პოლიტიკური სუბიექტებით რომლებიც დგანან ამ პროტესტის კულისებში და ცდილობენ შექმნან ილუზია რომ მათგან მართული ეს არ არის და რაღაც მარტო ნანუკა ჟორჟოლიანზე ხდება ეგ აღიარება რომ აი ხო ნანუკა ფინანსურ დახმარებას უწევს თითქოს თავის ჯიბიდან და ვითომ შემოწირულობებით აქციას იმიტომ რომ ამდენი ხნის მანძილზე ამათმა ვერ შვეს ვერ დაბადეს რეალური ისეთი წამყვანი სუბიექტი ვინც ჩამოყალიბდებოდა აი არ იყო მიზანი იმიტომ როგორ არისო არისო არჩევნების წინ არავინ არ ატარებდა საარჩევნო კამპანიას არისო არჩევნების წინ კაცო მე გეუბნები ნოემბერში დაწყებული აქციები და მოყოლებული არისო არავის გამოკვეთა მიზანი პოლიტიკური კლასიდან არისო პოლიტიკურ კლასზე არ გეუბნებით ხო კაცო ანუ უყურე იყო მცდელობა რომ ეს ყოფილიყო მზია ამაღლობელი ვერ მოხდა იყო მცდელობა ეს ყოფილიყო სინდისის პატიმრები ვერ მოხდა იყო მცდელობა რომ ეს თავის თავზე აიღო დოის და ქართულ თეატრს ვერ მოხდა რა ვიცი ხა ამიტომ ველოდები მე თქონი იქნებ ნიკოლოზ რაჭველში გააუშვი გაუთეთრეს სისხლი შენ ირაკლის ეს არის დანიშნულოვანი რომ საუდის არაბეთში უკრაინულ ამერიკული მოლაპარაკებები დასრულდა ეხლა და ესე იგი უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებს წინადადებას 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას განსაზღვრო თავიანთი მოლაპარაკებების გუნდების შემადგენლობა დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას ну შეიძლება ერთი ცნობილი ვაჟა-ფშაველას ზღაპარი დაბოდიში აი აგერ გავიხსენო მარკო რუბიო იცი კატარო თაგვებს მუსწავლებს და ეჟვანი შევაბათო და რომ გამოიქცევაო ხმას გავიკეთო ზარისო და დავიმალებთო და ეხა ეჟვას ვინ შეაბავშო და ეხა პუტინი უნდა დაითანხმონ ამას ეხა აგერ მარკო რუბიოს უთქვავს რომ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტას სურს უკრაინა ამისთვის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე არხით გაუგზავნის წინადადებას რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებითი პასუხის იმედით სამხედრო დახმარებაზე და სადაზვერო ინფორმაციების გაზიარებაზე პაუზის მოხსნას დაუყოვნებლივ შედის ძალაში დონალდ ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველი ზელენსკის რა უთქვავს უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასრულებისათვის მოიცა კაცო ეგ არისო თეთრსახში რომ რა ის დიპლომატიაო და ტერორისტ ნაკლები არისო და ეხლა რატო შეცვალა პლასტინკა 3 დღეში იმიტომ რომ დედაეტირა უკრაინას და იმიტომ რომ აღარ მისცეს სადაზვერო მონაცემები არა მაგიტო არა აბა იმიტომ რომ ტრამპმა უთხრა შენ ერთი ადგილი დააყენა და უთხრა და აჩვენა კიდევაც რომ ჩაუქრო ეგ არის მთავარი რომ გაუთიშა თვალები რომ გაუჩა რომ დააბრმავა წამოვიდა რაკეტები და მიხვდა რომ დედა აქ დატირები მართას ამობს მასკის სტალინგი რომ გავთიშო 2 დღეში დედაგეტირებით ანუ ბიჭო სხვისი ერთი ადგილით რომ ბლატაობენ აი ესეთი კუპრაძე არ გაუშვათ ძალიან სერიოზულია ირაკლი ნახე რა მაგარ რაღაცას ამბობს არავინ არ აპირებს არც წამით წარბის შეხრას და მათთან კომპრომისზე წასვლას. ბრძოლას ვაპირებთ ბოლომდე, რა ფორმა ექნება ამას ამ ბრძოლას რა ფორმა ექნება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იქნება, ქუჩის პროტესტი იქნება, საგარეო ძალიან მკაფიო განცხადებები და იქიდან გადაწყვეტილებების ჩამოტანა თვალს შემდეგ ექნება ყველა მიმართულება. ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება. გაწყვეტილების ჩამოტანაც კარგია და თვითმმართველობის არჩევნებში ანუ რა შეიძურწებიან რუსულ რეჟიმს უправებთ ესე იგი რუსულ რეჟიმის პირობებში აპირებთ ჩატარებას თვითმმართველობის არჩევნების შეიძურწებიან ყველა ხომონაწილეობა რა თქმა უნდა ყველა რა თქმა უნდა ხალხსახად მაგაზე ხო ლაპარაკიც არა არა უცხოეთთან ჩამოტანილ დირექტივებზეც რო ესე ღიად ლაპარაკობენ ეს ნაკლები მოდი პატა მანჯგალაძე ეს პატა მანჯგალაძეა ლეიბორისტო
ძიუდოეჭი დავა, ხო? კი. ძალიან მაგარი კადრები. გავუშვით ისე. გუგავას მოვიფეროთ კი არა, სიმართლე უნდა თქვა და არ არის კარგი ვითარება ნამდვილად, ძალიან რთული. უნდა ყოფილიყო თუ არა სალომეს არა, ეგ შეფად მე ჩემას ვიტყვი. არ ვიცი 76 წლის კალე რამდენად შეუულია ახლა აქციებზე ირბინოს ეგეც კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ჩემას ვიტყვი სად არის პრობლემა. ერთი მართლა მძიმე ვითარებაში ვართ და ეს შელამაზება რომ ეს რაღაცა თვითდინებით ეს აქცია რაღაცას იზავს, არა, პოლიტიკური პასუხი პარტიების პასუხისმგებლობა არის, დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ეს არის ნამდვილად ეს. სწორად. ძალიან ისეთი ვერაფერიც ვერ გავიკური. არა, მე მგონი ესენი პირდაპირ ხო ვერ იყვნენ რომ დაგვერხაო. ხო. ესენი მე მგონი ემზადებიან იმისთვის რომ ვიღაცები ვეღარ შევლენ პარლამენტში კახარიაშევა, მაგრამ რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ საოცრად მარგინალიზებულია ეს ხალხი რა, საოცრად. და რაღაცნაირად უნდა გააправონ აი ესე ამოცნობით ფროიდისეული შეცდომებით ლაპარაკში, უნდა გაამართლონ თავიანთი იდეა, რომ აი ერთი მშვენიერი სანახავი იქნება ეს, როგორ ნენელა მიუახლოვდებიან კრძალვით აი ამ ამბავს ოქტომბერში მაგრა ვიკაიფებთ აშკარად. ოქტომბერში აშკარად. ხო, ალბათ ისიც გეცოდინებათ მეგობრებო, დავასრულოთ ამით ჩვენი განცემა, რომ ფორმულადან ფორმალურად გავიდა კეზე რა. და მიშამშვილდაზე თავარი აქციონერი ეგ გასაგებია და მანდ არის ძალიან ცნობილი ინტერნეტმე. მე ფულს ვინ მოგცემს. ეგ არის ყველაზე მთავარი. ანუ რა თქმა უნდა, მინუს ნიშნით მინუს რეიტინგის მქონე ფორმულა თავიდან ბოლომდე დოტაციურია და ფული უნდა იშოვონ და საიდან იქნებათ ეს ფული, გარავინ არ იცი. ეზე რა თუ ჩაეხსნა ფული სრულად? აი გავთავარი თორე ჩაეხსნა რა, ჩაეხსნა რა პრობლემაა. ვინ გადაიხდის რა? ბაჩიაშვილის იმედი ხო არა? ბაჩიაშვილი რუსეთშია ხა? რუსეთში წავიდოდა. არის ძახს თვითონ სად არის? ეგ ევროპაში რო იყოს, იტყოდა რომ აქ ვარ და რუსეთში არა ვარ. ერთთან რუსული პასპორტი. და რუსეთის მოქალაქეა რა. რუსული მაგარია რუსულ რეჟიმს რუსეთიდან რო ებძვის და ფული რო იქ აქ. და მაგას სტარს უკრავენ ოპოზიცია. ხო, როგორ არის, რომ ბიძინა იმანიშვილმაო 2012 წელს გაყიდაო აქტივებიო და პუტინი როგორ მისცემდა ამ ხელა აქტივებით გაყიდვის უფლებას, ესე იგი მოელაპარაკაოდა. ამ ფული რო გატანილი აქვს და რუსეთში რო არის ჯიგარი, ეგ როგორ არის? ეგ იშვიათია რა კაცი. კარგად დადებოდეთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით ხვალ. აბა ხვალამდე.